რომ მივედით, მუხტი იყოს საოცარი. სრულიად უცხო ადამიანები ვიდექით ერთად. და მოულოდნელად დაიწყო დარბევა. თქვენ ხედავთ ახლა რომ სპეცრაზმის წევრებმა დააკავა ერთი ადამიანი. მეც ვაფერადი ქურთუკი და მარტივი სამიზნე ვიყავი. ის იყო უნდა მეთქვა მეგობრებისთვის უკან გავიდეთ დარბევა იწყება მეთქი რომ 4 კაცი ჩამაფრინდა და ამიყვანეს ზევით. აი ამ ატანის პროცესში ვუვარდები რაღაც მომენტში ამ 4 კაცს და ხელშიც აღარ ავყავარ, ბახოხიალებენ და ისე ავდივარ. როგორც კი ამიყვანეს ამ დერეფანში, ჩამაყენეს წრეში და მირტყავდა 4 კაცი. მაგ დღეს მადლობა ღმერთს რომ ხედველობისათვალე არ მეკეთა ლიზებით ვიყავი მისული აქციაზე და ისე ჩამარტყეს თვალის ქვევით უბეში რომ ერთი ლინზა აი ეს მახსოვს რომ ესე ამომივარდა. ერთი კვირის წინ დაკავებამდე იყო ჩემი მეგობრის დაბადების დღე და ფერადი სასტვენები გქონდა ერთჯერადი და აღმოჩნდა რომ ეს სასტვენი გადახეული უკვე მედო ჯიბეში და ჩხრეკდნენ და ერთ-ერთმა პოლიციელმა როგორც კი ეს გადახეული სასტვენი ამოიღო ქაღალდის, ჩემი გინება გააოთხმაგა ასე ვთქვათ და ესე მირტყავდა ლოყაში 1-2 თან ითვლი და მინივენში რა ჩამსვეს, მახსოვს რომ მე და სხვა ნაცემი ბიჭები ვიყავით. მე არაფერი არ მახსოვს. კაპკაც პროცესის პერსონაჟი მეგონა თავიდან მგონია დღემდე ხანდახან. დაძინება მიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ თითქოს აი ის დარტყმები, რომელიც ჩემს ხელმა მიიღო, ვიზუალურად გაქრა, ჩაურჯებული აღარ მქონდა თვალები, ტუჩი აღარ მქონდა დამსკდარი, არც ნიკაპი აღარ მქონდა გაღუნული, მაგრამ აი რაღაც სიბრაზეს ვგრძნობდი ღამით და მინდოდა რომ ვიღაცა მომეხრჩო ან მინდოდა რომ ვიღაცისთვის დამერტყა თავიდან, მერჩივნა რომ ყოფილიყავი გაბრაზებული ვიდრე დათრგუნული. დღეს ასე აღარ ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ აქტიურად მუშაობ ჩემს თავზე, გავდივარ თერაპიას და ვცდილობ რომ ვიყო მებრძოლი და არა მსხვერპლი. თითქოს ჩემს ქვეყანაში არ ვარსებობდა, თითქოს ის რაც შემემთხვა არ არის რეალობა და იმიტომ რომ ის უფლებები რომელიც გარანტირებული მაქვს, მხოლოდ ფურცელზე წერია და რეალობაში არ არის გადმოტანილი. ისევე როგორც სამართალი არ არის აღმდგარი, ჩემი მგველშუშების პროცესიც როგორც ინდივიდის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.